აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის საქართველოში ილჰამ ალიევმა თბილისში რამდენიმე შეხვედრა გამართა. მათ შორის ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან. შეხვედრა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრში შედგა და მას ორივე ქვეყნის სამთავრობო დელეგაციები ესწრებოდნენ. ქართული ოცნების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობას და სატრანზიტო დერეფნის მაქსიმალურად ათვისების პოტენციალს. მან თქვა, რომ მჭიდრო პარტნიორობა თანაბრად ემსახურება როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ეროვნულ ინტერესებს. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერისთვის. პარტიის ცნობით საუბარი ასევე შეეხო ენერგეტიკის სექტორში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და იმ ერთობლივ სატრანსპორტო ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც ქვეყნები პარტნიორულად ახორციელებენ. განსაკუთრებით აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საკვანძო როლი რეგიონული კავშირების უზრუნველყოფაში. ქართული ოცნების ინფორმაციით, საპატიო თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ საქართველო კვლავინდებურად ღია აზერბაიჯანული ინვესტიციებისთვის. თავის მხრივ ალიევმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივ პროექტებზე, ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობასა და საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე აზერბაიჯანული ბუნებრივი რესურსების ექსპორტის პროცესში. აზერბაიჯანის ლიდერი საქართველოში დღეს დილით მეუღლესთან ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად ჩამოვიდა. ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პირისპირი აუდიენცია ირაკლი კობახიძესთან გამართა, მანამდე კი ის მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა. შედგა ასევე გაფართოებული ფორმატის შეხვედრები ორი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციების მონაწილეობით. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კობახიძემ და ალიევმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც ქართველი ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ. პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევს საქართველოს ძვირფასი მეგობარი უწოდა და მისი ვიზიტი განსაკუთრებულ პატივად შეაფასა. პრემიერის განცხადებით, მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესები და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. როგორც კობახიძის გამოსვლიდან ირკვევა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობასაც დაეთმო. ჩვენი ქვეყნების, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობა ქმნის ახალ პერსპექტივებს მთლიანად ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენ ვაგვირდებით გლობალურ პოლიტიკურ ცვლილებებს და ეს ცვლილებები კიდევ უფრო მეტად ზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას, მათ შორის შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის როგორც სტრატეგიული სივრცის მნიშვნელობას. ჩვენი ქვეყნები, როგორც აზიის და ევროპის დამაკავშირებელი ხიდები, საკვანძო როლს ასრულებენ დაკავშირებადობის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას და მოდერნიზაციას. ჩვენ საქართველომ და აზერბაიჯანმა არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ სანდო და პასუხისმგებლიანი პარტნიორები, მათ შორის საერთაშორისო ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში. ჩვენ ასევე შეხვედრის დროს განვიხილეთ სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. მოხარული ვართ, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება და გვაქვს რა თქმა უნდა მოლოდინი, რომ ეს ურთიერთობები, ჩვენი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ჩვენ გამოვხატეთ საუბარ მაღალი დონის დიალოგის გაგრძელებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ყურადღება როგორც რეგიონულ უსაფრთხოებაზე, ისე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაახვილა. მისი განცხადებით, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ახალი რეალობის ფონზე რეგიონმა ფოკუსი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე უნდა შეინარჩუნოს. მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი იყო ენერგოუსაფრთხოების სანდო მხარდამჭერი. დღეს ჩვენი ბუნებრივი აირი გადის 16 ქვეყანაში ექსპორტზე, მაგრამ ექსპორტი იწყება საქართველოდან და საქართველოს გავლით. საქართველო არის პირველი ქვეყანა ამ მარშრუტზე, სადაც აზერბაიჯანი ახორციელებს ენერგეტიკის ექსპორტს საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველოს გავლით ხდება ეს ყველაფერი. ასევე ნავთობისა და ბუნებრივი აირის რესურსები კასპიის ზღვიდან აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოდის. საუბარი გვქონდა არსებულ ინფრასტრუქტურაზე. ბოლო 2 წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი. ეს ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე შევქმნით, განვავითარეთ და გავაფართოვეთ სატრანსპორტო დერეფნები. შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანს და საქართველოს. ჩვენთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არტერია, რომლის გაძლიერებასა და განვითარებაზე დიდი მედებს ვამყარებთ. საერთო ჯამში ჩვენი დღის წესრიგი ძალიან ფართო მასშტაბიანია. მას ემატება ახალი თემები და პროექტები. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ამ ყველაფერს განვახორციელებთ. ილჰამ ალიევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე თბილისში აზერბაიჯანელი პოლიტიკური დევნილი ჟურნალისტი აბგან სადიგოვი დააკავეს. შუაღამეს გაასამართლეს და აზერბაიჯანში გააძევეს. სადიგოვი საქართველოში მიმდინარე პროევროპული პროტესტის აქტიური მონაწილე იყო.